ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში რიგით 72 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობების სიგელები და ჯვრები გადაეცათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამების საპატრიარქო ტაძარში 20 საათზე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა. საქართველოს ეკლესიის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. და მთავრებმა პატრიარქის ნათლულები დალოცეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 50,000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან. შვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 2008 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძალიან დიდი მონდომები და ლოცვა კურთხევით დაიწყო ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვების ნათლობა და ეს ყველაფერი ჩვენს დემოგრაფიულ პრობლემებიდან გამომდინარე იყო, რადგან ვიცით, რომ შობადობა ძალიან ნაკლებია დღევანდელ დღეს და პატრიარქის იდეა და სურვილი ის იყო, რომ მისი ნათლულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი მოინდომებდა, რომ მესამე და შემდგომი შვილი ყავდა და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გაჩნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული მათგანისათვის და ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მათგანი. ელინი არის ჩვენი მესამე შვილი, ორი ვაჟის შემდეგ ყავს მესამე ქალბატონი. ძალიან ემოციებით ვართ დატვირთული, სასიხარულო დღე არის, რომ ჩვენი ელენე გაქრისტიანდა და არის პატრიარქის ნათლული. პატრიარქს უსურვებ ძალიან დიდხანს ჯანმრთელად ყოფნას და დიდხანს სიცოცხლეს. მადლობა პატრიარქს, რომ მოგვეცა ეს საშუალება და ჩემი მესამე ბიჭი გახდა მისი ნათლული. უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ელოცოს მთელი საქართველოსთვის ხნეობას და ჯანმრთელობას. უფალი იყოს მისი და მთელი საქართველოს მფარველი. ეს ჩემი მესამე შვილია. პატრიარქის ნათლული ეს არის, არ ვიცი, ეს ემოცია როგორ უნდა გადმოვცი, არ ვიცი. ეს არის საინთაუღწრელი ემოცია, ბედნიერება და პატრიარქს მინდა უსურვო დიდხანს სიცოცხლე. სულიერი სიმშვიდე და მხნეობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში, გიორგობას, უფალი იყოს თქვენი მფარველი. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ნამდვილად უდიდესი და მადლობა უფალს, რომ დღეს ჩვენი პატარა გახდა პატრიარქის ნათლული და ვართ მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერები ნამდვილად. პატრიარქს უსურვებთ, რა თქმა უნდა, დიდხანს სიცოცხლეს, ჩვენს გვერდით ყოფნას, მთელი სრულიად საქართველოს გვერდით რო იყოს ყოველთვის. პირველ რიგში ვილოცავთ პატრიარქს დღევანდელ დღეს, გიორგობას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ, დიდხანს სიცოცხლეს, დიდხანს იყოს ჩვენი ქვეყნის იმედად. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჩემი ოჯახისთვის, რომ ჩვენი მესამე პატარა მისი ნათლულია. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს, მართლაც რომ საოცარი დღე არის და ველოდებოდით ამ დღეს დიდი სიხარულით მთელი ოჯახი და მადლობა ყველაფრისთვის დღევანდელი დღისთვის, მადლობა უფალს, რა თქმა უნდა და მადლობა პატრიარქს. ნათლულების დალოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სანამ სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიას დატოვებდა, თანმხლებ პირებს ავტომანქანა ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლთან გააჩერებინა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტ შიოსთან და მრევლთან ერთად სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ლოცვა აღასრულა. ადგილზე იმყოფებოდნენ არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებიც. კათოლიკოს პატრიარქმა ლოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს დალოცა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. ამ შეხვედრის ამსახველი კადრები მობილური ტელეფონით მრევლის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო და სამწუხაროდ აქვს ხარვეზი.
რომელიც სათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი მსუბება შენი იყავ ნება შენი ვითარცა სათაშინა ეგრეც აქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს დაუმიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან და შემიყვანებ ჩვენგან საცელსა არანაირ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამინ ამინ ბედნიერი ვარ თქვენ რო ჩვენთან ხართ თქვენ უმესუბავ და თქვენ რო ხედავთ ვარ ბედნიერი მადლობა ყველაფერთვის მადლობა თქვენი დღეგრძელობა თქვენი ინებოს ამინ ხალმა და წმინდა გიორგი ამინ ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მორიგი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი უძღვებოდა. მან დაამსწრა საზოგადოებას ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა. შეხვედრას სკოლის დირექტორები, პედაგოგები და ის სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც სხვადასხვა სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები უნდა დააფუძნონ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროგრამა 50 სკოლაშია წარმოდგენილი და მასში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. როგორც იცით, დააფუძნდა მრავალი კლუბი მრავალ სკოლაში ღირებულებითი განათლების, სადაც მოძღვრები შედიან და კლუბურ რეჟიმში ურთიერთობა გვაქვს ბავშვებთან, სადაც ვესაუბრებით მათ მარადილ ღირებულებებზე, სხვადასხვა საკითხებზე, ვცდილობთ, რომ ბავშვებს ვანახოთ ღიაობა, სურვილი გაუჩნდეთ მათ კომუნიკაციის სასულიერო პირთან და ერთად ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მათ საშუალებას მიცემს, რომ შემდგომში, მომავალში უფრო სწორი ნაბიჯები გადადგან და უფრო მყარად იდგნენ ამ ღირებულებებში გამტკიცებულები უფრო. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ უკვე მრავალი კლუბი გახსნილია და ამ ეტაპზე ემატება დაახლოებით 30-მდე კლუბი ღირებულებითი განათლების, ანუ 30-მდე ახალ სკოლაში გაიხსნება ახალი კლუბი და კლუბის დამფუძნებელი მამებიც აქ იკრიბებიან და ამ სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც, რათა მოხდეს კომუნიკაცია, აუხსნათ მათ რასთან გვექნება საქმე, როგორი პროგრამა გვექნება და როგორი მომზადება დაჭირდება მუშაობის დაწყებას ამ კლუბებში. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, ჩვენი სკოლა 1 წლის განმავლობაში გადასული იყო 71 სკოლაში, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა და ძალიან დიდი სურვილი იყო ჩვენი, რომ ჩვენც ჩავრთულიყავით ამ პროგრამაში. ღირებულებითი კულტურის ჩამოყალიბება, განვითარება და ამ მიმართულებით მუშაობა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელი ვითარებებიდან გამომდინარე.
ფიქრობ, რომ მოსწავლეები ძალიან დიდი სიხარულით მიიღებენ ამას, ფიქრობ, რომ რამდენიმე ჯგუფი შედგება და ჩვენი მხრიდან, სასკოლო საზოგადოების მხრიდან კლუბს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. როგორც პედაგოგი ხარ, როგორც დირექტორი, დიდი ხანია ველოდებოდი და მოხარული ვარ, რომ აი ესეთი პროექტი დაიწყო. აუცილებელია ბავშვებისთვის, ეს აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ავგზავნოთ ჯანსაღი, პატრიოტული, ეროვნული თაობა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით ბაკურიანში 123 ჰექტარამდე ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც სატყეო სააგენტოში განაცხადეს, ტყის აღდგენის პროექტი 2027 წელს დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტყის მოვლა ადგენის ღონისძიებები ყოველწლიურად მზარდია. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2024-25 წლებში სამუშაოები განხორციელდა 4000 ჰექტარ ფართობზე. გრძელვადიან გეგმაში ტყის მოვლა ადგენის ღონისძიებები 20000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.